ხალხო ადექით აშენდა ქვეყანა მეოფერეთ ერთმანეთს. დედაქალაქის ისტორიას აივნებზე დაწყებული დილა ყველაზე კარგად ასახავს. წასული რო ვიყავი რა დამახვედრე. ხელცხელი ხაჭაპური და ნამცხვარი. საშუალებას გაძლევს იყო ამაყი შენივე ქალაქის გულწრფელი ურთიერთობებით. ურთიერთობა იყო როგორ გითხოთ, როგორც ერთი ოჯახი. ეხლა რომ ის არის ბატონი გურა. ხან დილით გადის, ხან შუადღეს, ხან საღამოს. ალბათ აივნის გარეშე ვერც გავძლებდით. და ასე შენივე ქალაქში შეიძლება აღმოაჩინო ისეთი ურთიერთობები, რომლის გვერდითაც მთელი ცხოვრება რომ გაატარე და არაფერი იცოდი. ძველი თბილისის მთელი ხიბლი ასე გამოიყურება. ერთ ეზოში თავმოყრილი მრავალფეროვანი მოსახლეობა ურთიერთობას მოჩუქურთმებული აივნებიდან რომ ამყარებს. თეა რატო დამემალე? მედიკო გამოდი კიდევ ერთი მეზობელი ყავს აქ ბატონ. ყავის ერთად დალევა დილით, ერთმანეთთან მოკითხვა და ეს ამ აივნებს აქ ჩვეულებრივი აივნების დატვირთვა და ურთიერთობის დატვირთვა. მეზობლები ერთმანეთს საუბრებოდით, თუ ვინმეს რამე ქონდა, ხილი, ყავა, რაღაც გამოვიტანდით, გამიჭირდებოდა უაივნოდ. მამაკაცები მაყალს ანთებდნენ. რა თქმა უნდა, ქალები ვამზადებდით იქ კიტრი, პამიდორი, რაღაცა რაც ქონდა ოჯახში, ვისაც რა ქონდა ოჯახში, ყოველთვის ერთად გამოვდიოდით, ერთად ვაკეთებდით. ეს არის ისტორიის ნაწილი. დღეს ხე გადაგვიჭრეს აგერ ბატონო. გამოვემშვიდობეთ ხეს. ყვაზეც მიდის შუბი მოვჭრიო ის ხალი და ხდა მეთხარი მოჭერი შენ მეკდა. მე შახაბაზი ხო არა ვარო. აბა მე ვდგა არც მე ვარ შახაბაზი. უკვე 46 წელია გურამ მგელაძე ამ წესრიგის მონაწილეა. შალვა დადიანის 24 ნომერში. საკუთარ თავზე გამოცადა აივანი როგორც ქართული კულტურის და თბილისის განუყოფელი ნაწილი, სადაც უყვართ ერთმანეთთან ურთიერთობა, წვეულებები, რომლებიც ძირითადად სახლის აივნებზე იმართება. აქ მიდიოდა კაცები ფეხურზე მსჯელობდნენ, სპორტზე მსჯელობდნენ, ქალები ალბათ უფრო არ ვიცი, ალბათ ჭორაობდნენ, არ ვიცი. ევროპის ჩემპიონატზე გავედით და თამაშობდით. აი აბაშიძე გინდა ვინც იყო რა, როგორც კი გოლი გავიდო და გამოვდიოდ და ყვიროდით. იქეთას აქეთაც ესე იგი. აი ეს იყო ერთი დიდი სიხარული რა ნამდვილად. აქ ჯერ კიდევ ინარჩუნებენ მრავალი თაობის დარდებს, სიხარულს და ოცნებებს და ისევ იგრძნობა თბილისური აივნების ტრადიცია და კულტურა. მეზობელს აქედანვე ველაპარაკები, გადასვლაც არ გჭირდება. ასეთ აივნებზე ბევრი დაიბადა და გაიზარდა. იეზიდები, სომხები, ოსები და ქართველები ერთ მუშტად შეკრული, ბედნიერებას და გაჭირვებაში ერთმანეთს ამ აივნებზე შეაბერდნენ. ხშირად სწორედ აივნებზე იშლებოდა ლხინის და ჭირის სუფრები და ქალაქური ამბებიც ქუჩაში შეჭრილი აივნებიდან ვრცელდებოდა. ადამიანი შეჩვეულ სილამაზეს იშვიათად აღიქვამს ხოლმეო, თუმცა ძველ თბილისსა და ესეთ მოჩუქურთმებულ ხის აივნებს ეს ნამდვილად არ ეხება. ის მუდამ გაოცებას იწვევს დედაქალაქის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს შორის და როგორც ამბობენ, ძველი თბილისის კულტურული მრავალფეროვნების შედეგია ეს ყველაფერი, მთავარი ხიბლი კი ალბათ იმ სიყვარულშია, რითიც ქალაქი შენდებოდა. ძველი თბილისის ისტორიული ნაწილი წლების განმავლობაში იცვლი და იერსახეს, რასაც ბევრი მიზეზი ჰქონდა: სიძველე, უყურადღებობა, ადამიანის დაუფიქრებელი ჩარევა. თუმცა მრავალმა ისტორიულმა აივანმა თავისი განსაკუთრებული იერსახე მაინც შეინარჩუნა და დღევანდელ რეალობაშიც თავი დაიმკვიდრა. ეთნოლოგიის დოქტორი იხსენებს, რომ თბილისური აივნები, როგორც ქალაქის სახასიათო ნიშანი, მე-19 საუკუნის 40-იანი წლებიდან მკვიდრდება. პირველ ეტაპზე ეს იყო ფერდობებზე შეფენილი საცხოვრებელი ნაგებობები, დარბაზული ტიპის სახლები, რომელიც თქვათ ერთი საცხოვრებლის აივანი იყო მეორე საცხოვრებლის სახურავი და ესე კიბეებად იყო შეფენილი ძველი თბილისის ისტორიული ქალაქის ტერიტორიაზე. ხოლო შემდეგ უკვე მე-19 საუკუნის 40-იანი წლებიდან იწყება ახალი სტილი ნაგებობებისა, რომელშიც დამკვიდრდა აივნები. აივნები არ იყო მხოლოდ ვიზუალურად ინტერიერი
ერის გამოშექმნილი ადგილი და ფართი, ეს იყო რეალურად ქალაქში საზაფხულო საცხოვრებელი ადგილობრივი მოსახლეობისა. თბილისელი მშენებლები დიდ ყურადღებას უთმობდნენ როგორც მთლიანად აივნის კონსტრუქციას, ასევე მის ცალკეულ დეტალებს, მოაჯირებს, რიკულებს, კარნიზებს. ცალკეულ შემთხვევებში აივნებს ფერადი მინის ნაჭრებითაც ფარავდნენ. დასავლეთ საქართველოდან თბილისში მკვიდრდება უფრო აქტიურად და შემოდიან იმის გამო, რომ ეკონომიკური ცენტრი გახდა, ქალაქი უფრო მეტად და მეტი დატვირთვა გაჩნდა, წამოიღეს მათ საკუთარი კულტურა და ამითაც იყო პოპულარული თბილისში უკვე აივნიანი სახლები და აი დასავლეთ საქართველოს საცხოვრებელი ნაგებობის ის მნიშვნელოვანი ელემენტი, რაც აივანს ჰქონდა დატვირთვა, აი სწორედ იქიდანაც წამოიღეს, რაც გარკვეულ წილად იქცა თბილისის საბოლოო სახიდაც. პარალელს თუ გავავლებთ და გავიხსენებთ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი სამეგრელოს, იმერეთის და რაჭის შემორჩენილი სახლების აივნებს, კავშირი აშკარაა. სწორედ მოჩუქურთმებული აივნის ტრადიცია დასავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი საცხოვრისის ოდა სახლებიდან მოდის. ყველა კუთხეში იყო ხის ოსტატები, სახლების მშენებლები, თუმცა ყველაზე გამორჩეულები დასავლეთ საქართველოს კუთხეებიდან იყო რაჭველი და ლაზი ოსტატები და შემდეგ პერიოდში ეს რაჭველი, ლაზი და ზოგადად სხვა კუთხეში მცხოვრები დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ოსტატები აღმოსავლეთ საქართველოში გადმოდიან, ჩამოდიან, იწვევენ მათ და მათ შორის თბილისში და აქ აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას. მთის კალთებზე შეფენილი სახლების აივნები მოზაიკას ნამდვილად მოგვაგონებს, რომელიც შორიდან ხელით ნაქარგ მრავალფეროვან ხალიჩას სააგავს. მიუხედავად თანამედროვეობისა და უმეტესად შელახული ან დაკარგული თბილისური აივნებისა, ის მაინც რჩება ქალაქური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად, რომელიც ეხმარება ერთიანი სამეზობლოს ჩამოყალიბებას, სოციალური კავშირების განმტკიცებას და სხვადასხვა ეროვნების ადამიანების დაახლოებას. თბილისი ისევ ცდილობს დარჩეს აივნიან ქალაქად და საშუალება მოგცეს ჩვენც დარჩეთ ტურისტებად ჩვენივე ქალაქში და აღმოვაჩინოთ ჩვენი წილი თბილისი. ნახვამდის, გამოდიარი. მადლობა.